ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა ამ დღეებში როდესაც ესა თუ ის ჩივილი იგრძნო, მაგალითად ქუჩაში, რაღაც ნივთიერების ზემოქმედებით, ან თქვათ წყლის ჭავლის ზემოქმედებით, ან წიწაკის სპრეის გავლენით, იგრძნო სულხუთვა გარკვეული პრობლემების სუნთქვასთან დაკავშირებით და დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება მხოლოდ კითხვებზე პასუხი იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც ასეთი კითხვები აქვს. ჩვენ ყველა კითხვას ყოველთვის პასუხობთ და ვეცდებით, რომ ამ კითხვებს პასუხი გავცეთ პროფესიონალებთან ერთად და ახლა ჩაგვერთვება ჩვენი კოლეგა, რომელიც გახლავთ ინტერვენციული პულმონოლოგი ბატონი დავით ჭყონია, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. ბატონი დავით, დილამშვიდობისა. გესმით ჩემი ხმა? დილამშვიდობისა, მარე. მადლობა რომ გვერთვებით გადაცემაში. ბატონ დავით, პირდაპირ კითხვით მოგმართავთ. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა შიშის განცდა და მოდით ვთქვათ, როდესაც სულხუთვა გვიჩნდება, არ აქვს მნიშვნელობა რა საბაბით გვაქვს სულხუთვა, სული გვეხუთება, სუნთქვა გვიჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სასოწარკვეთილების, ხშირ შემთხვევაში უიმედობის, დაუძლეველი შიშის განცდა. რა მიზეზით შეიძლება შეეხუთოს სული ადამიანს გაუძნელდეს სუნთქვა? მოდით ზოგადი მიზეზები ვთქვათ და მერე მივიდეთ კონკრეტულ საკითხთან. სწორედ მაგისთვის არის ეს ნივთიერება, მაგიტომ იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ სწორედ ეს შედეგები დადგეს, ხო? სულხუთვა, პანიკური შიში, დეზორიენტაცია, ეს არის გამაღიზიანებელი მოქმედების გამო ლორწოვანზე, თვალებზე, ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანზე და, ну, რა თქმა უნდა, შემდგომ ქვედა სასუნთქი გზების ლორწოვანზეც. ახლა, ну, ეს დგება რაღაც წამებში ესეთი შედეგი და წესით უნდა გაიაროს 1 საათის მერე მთლიანად. თუ პიროვნება ვიზეც არის ამ ნივთიერებით ზემოქმედება, აქვს ასთმა, ან ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორც არის ქრონიკული ბრონქიტი და ასე შემდეგ, იქ შედეგი შეიძლება დადგეს ძალიან მძიმე და სასიკვდილო შედეგი შეიძლება დადგეს. და მიზეზია ასე იგი გაღიზიანების გამო, ამ ნივთიერების ზემოქმედების გამო ლორწოვანზე, ამ ლორწოვანის შეშუპება, ჭარბი სეკრეციის გამოყოფა. ბატონ დავით, მოდით ზოგადად ვთქვათ, მე წერან სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი საუბრის დასაწყისში. რატომ შეიძლება ქონდეს ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში სულხუთვის განცდა? ანუ რა აბრკოლებს ჩვენ სუნთქვას და რატომ გვაქვს ხოლმე ასეთი შეგრძნება? რა მიზეზების გამო შეიძლება იყოს სხვადასხვა სიტუაციაში? მოდით ზოგადად ვთქვათ. ზოგადად, ახლა ძალიან ფართო საკითხია, სხვა მიზეზებია ძირითადად ზედა სასუნთქი გზების გამო ხდება ეს სულხუთვა, ლორწოვანის შეშუპების გამო, ბავშვებში ხშირია მაგალითად კრუპი, ვიცით, ჩვენ არის ნევროლოგიური მომენტიც, როცა რაღაცა სტრესულ მდგომარეობაში ხდება სპაზმური შევიწროება ბრონქების, ბრონქიოლების და ეს იწვევს აი ამ წამიერ სუნთქვის გაძნელებას და ეს უკვე შემდგომ უკვე ფსიქოლოგიური მომენტია, როცა ადამიანს უჩნდება შიხე. ჩვენ ვიცით, რომ საკმარისია სუნთქვა გავაჩეროთ რამოდენიმე წამია, მე არ ვიცი, რამოდენიმე წუთი, რომ ეს უკვე პანიკურ შეგრძნებებს იწვევს და ეს არის სულხუთვა. მე არ ვიცი, ხა ისეთ შემთხვევაში, როცა არის სერიოზული მიზეზი, ისე გავმეორდები, როგორც არის ასთმა, არა, იგივე ალერგიული ასთმა, რომელიც რაღაცა გამაღიზიანებელზე შეიძლება ასთმური სტატუსი, ანუ მწვავე მდგომარეობა ასთმის ლეტალური შედეგითაც დასრულდეს და არც თუ ისე იშვიათია ესეთი შემთხვევები. ასევე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს, როცა სეკრეტი ისედაც ჭარბად არის ჩვენ სასუნთქგზებში და ამ დროსაც სულხუთვის მიზეზი არის სწორედ ჭარბად დაგროვილი სეკრეტის საცობები. და დაუბრუნდები ისე როგორც აღნიშნე თავიდან, რომ ყველაზე ხშირად მაინც პირველი მიზეზი რაც არის ზემო სასუნთქგზებში, აი ამ ლორწოვანის შეშუპება, მისი გამაღიზიანებელი რაღაც ფაქტორების მოქმედების შედეგად.
ძირითადი მიზეზი ეს არის. ბატონ დავით, ეს შეშუპება რამდენად ხანგრძლივია? მოდით გავყვეთ მოვლენების ქრონიკას, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მწვავე მდგომარეობაზე, თქვენ ძალიან კარგად რამდენჯერმე შეგვახსენეთ, რას ნიშნავს, როდესაც კონკრეტული გამღიზიანებლის პასუხად არა უბრალოდ შეშუპდება ლორწოვანი და შეფერხდება სუნთქვა, არამედ ეს ადამიანში აღძრავს გარკვეულ პანიკას, შიშს, რომელიც გადალახვა ძალიან ძნელია. მეორე მხრივ, ჩვენ თუ მოვლენების ქრონიკას შევხედავთ, როდესაც რაღაც მწვავე პრობლემა გვაქვს, ადამიანის ორგანიზმი მაქვს მემხედველობაში, გვაქვს მწვავე პრობლემა და შემდეგ დროსთან ერთად მოვლენები იცვლება. თუ შევხედავთ სწორედ ამ ტიპის გაღიზიანებას, რა მოსალოდნელი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს? ეს არის მწვავე მდგომარეობა, რომელიც თავისთავად ჩაქრება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც საყურადღებოა და გასათვალისწინებელია, თუ ეს არის მდგომარეობა, სადაც ჩვენ რაღაც გრძელვადიან საკითხებზე უნდა ვიფიქროთ. თუ ესე იგი პიროვნება არის ჯანმრთელი, არა აქვს რაღაც ბაზისური პრობლემები ზედა სასუნთქი გზების ან ქვედა სასუნთქი გზების ან ალერგიული რაღაც დაავადებები, როცა არ არის განწყობილი მისი ორგანიზმი რაღაც ესეთი მდგომარეობების მიმართ, მაშინ როგორც წესი ესეთი მექანიკური გამაღიზიანებლები გადის თავისთავად, რამოდენიმე ერთ საათში უნდა გაიაროს, თუ გრძელდება ეს მდგომარეობა 1 საათი და მეტი, მაშინ უნდა ესეთმა პიროვნებამ აუცილებლად მიმართოს ექიმს, მაგრამ როგორც წესი, თუ დროულად მოვიცილებთ იმ გამაღიზიანებელს, ხო? გააჩნია რა სახის გამაღიზიანებელია? ჩამოვიბანთ არა სხეული და კანიც ღიზიანდება ამ დროს კანის რეაქცია არის თვალების არა აქედან გამომდინარე რაც სწრაფად მოვიცილებთ ამ გამაღიზიანებლის მოქმედებას ტრანსაცმელს მოვიცილებთ ხო ან თავსაბურავს ან რაც შეიცავს ამ გამაღიზიანებელს რაც სწრაფად მოვიცილებთ მით უფრო სწრაფად გავა ასე ვთქვათ ეს მდგომარეობა რაც შეეხება ახლა ქრონიკულ პაციენტებს, ვისაც აქვს პრობლემა, ისედაც ხელოვნური გამაღიზიანებლის გარეშე, იქ საქმე უფრო რთულად არის. იქ შეიძლება ესე დამატებითი რაღაცა გამაღიზიანებლის შედეგად დადგეს ძალიან მძიმე მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში. იქ ესეთი პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. შეიძლება ხელოვნურ სუნთქვაზეც გახდეს საჭირო ესეთი პაციენტის გადაყვანა, იმიტომ რომ საკმაოდ სახიფათოა ესეთი პაციენტისთვის. მე აღარ ვიძახი უკვე მექანიკურ დაზიანებებზე, ხო, როცა რაღაცა ზემოქმედება გარეგანი ჭალს გააჩნია, სიახლოვეს გააჩნია დახურულ სივრცეშია პიროვნება თუ ღია სივრცეში ასევე რაღაცა გარეა ესეთი გამაღიზიანებელი ეს გაზები და ნივთიერებები როგორც წესი ჰაერზე მძიმეა და დაბლა ჩადის ამ დროს ვინც უფრო მაღლა დგას იმაზე ნაკლებად მოქმედებს ბევრი ნიუანსებია რომელზეც დამოკიდებულია ამ მდგომარეობის გავლა ესე რამდენ ხანში გაივლის ეს მწვავე მდგომარეობა ამ გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა შეიძლება გამოიწვიოს ღებინებაც კი და ასე შემდეგ და ნუ რაც თავარია, როგორც აღნიშნეთ, ეს სუნთქვის შეკვრა იწვევს აი პანიკურ და სწორედ მაგიტომაც იყენებენ, ხომ? აი ესეთ გამაღიზიანებელ ზემოქმედებას, რომ გამოიწვიოს სწორედ აი ეს დეზორიენტირება, ეს პანიკური შეგრძნებები, რომელიც წესით გადის, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში მაქსიმუმ 1 საათში უნდა გავიდეს მისი მოქმედება. ბატონ დავით, ერთი კითხვა მაქვს. პრინციპში ეს არის კითხვა იმ ადამიანების, ვისაც გარკვეულწილად აქვს შიში როგორ შეიძლება განვითარდეს შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თქვენ იცით ყოველთვის ადამიანები, როდესაც რაღაცა მწვავე სიტუაციას გადაიტანენ, შესაძლოა იმ მომენტში ამაზე არ ფიქრობენ, მაგრამ მერე ხშირად ჩნდება კითხვა, აისახება თუ არა მის ჯანმრთელობა. თქვენ პრინციპში ამ კითხვას უპასუხეთ, მაგრამ მე ცოტა განსხვავებულად მინდა დაგისვათ კითხვა. იმისათვის, რომ ეს პროცესი გამარტივდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად გადალახოს ადამიანმა, რომელიც ასეთი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. არის რაიმე რეკომენდაციები, რომელსაც როგორც პულმონოლოგი თქვენ გაუზიარებდით?
გარდა იმისა, რაც უკვე ბრძანეთ, რომ თქვა გარეგანი ჩამორეცხვა, სამოსის მოცილება, თქვენ ბრძანეთ ასევე სიმაღლის დონეების გააზრება, იმიტომ რომ რაც უფრო დაბლა, ჰაერზე მძიმე შეიძლება იყოს ეს თქვა აეროზოლური ნაერთები და ადამიანზე მეტი ზემოქმედება ჰქონდეს. კი, მომავალში როგორ განვითარდება, ეხლა ჩემი პაციენტების უმრავლესობა, ვისაც აქვს ქრონიკული სასუნთქის სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიდი უმრავლესობა მათი გამოწვეულია აი სწორედ გარეგანი გამაღიზიანებლების, გარეგანი მავნე ზემოქმედებით. არის ესეთი რისკ ჯგუფები, ხო? შემდუღებლები არიან პიროვნებები, ვისაც უწევთ მტვრიან გარემოში მუშაობა, გამონაბოლქში, ქიმიკატებთან შეხებაში არიან და როგორც წესი ეს ხშირი ზემოქმედება, ანუ სისტემატური ზემოქმედება, ადრე თუ გვიან იწვევს ამ ქრონიკულ დაავადებებს, რომელსაც მართვა ჭირდება, იმას ჭირდება მუდმივი მართვა, იმიტომ იქ უკვე შეუქცევადი პროცესები ვითარდება სასუნთქ სისტემაში, რაც გამოიხატება მჭარბ სეკრეციაში, გამოიხატება ბრონხების თანდათან შევიწროებაში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ერთჯერად ზემოქმედებას, როგორც წესი, ჯანმრთელ ადამიანზე ერთჯერადი ზემოქმედება წესით უნდა გავიდეს. თუ არ გადის, როგორც თქვი მე, და რჩება მას მერე ისევ ესეთი დარჩა ხველა ახანგძლივებული რაღაცა შეფერილი ნახველი დარჩა ესე იგი სული ესე იგი ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე და ასე შემდეგ ესეთმა ადამიან უნდა მიმართოს აუცილებლად ექიმს არ არის გამორიცხული მას მექანიკური გამორიცხვა არ ეყოს დაუშვათ გარეგანი ჩამოცილება ამ რაღაც მავნე აგენტის არამედ დაჭირდეს სულაც ტრაქეობრონქიალური ხის გამორეცხვა, ცხვირხახის, პირხახის გამორეცხვა და ამ შემდეგ ეს მე ვიძახილ ყველას არ ჭირდება რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთ შემთხვევებში როცა რჩება ეს ჩივილები, კლინიკური გამოვლინება რაღაცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ ერთჯერადი ზემოქმედების მერე, რა თქმა უნდა, ჭირდება უკვე ასე ვთქვათ კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა ბრონხოსკოპიის ჩათვლით და შემდგომში შეიძლება არ არის გამორიცხული ასეთმა ერთჯერადმა ზემოქმედებამ ჯანმრთელ პაციენტს ვიძახით, ხო, ჯანმრთელ პიროვნებას, რომელზეც არ არის გამორიცხული, იქ იყო რაღაცა წინაპირობა ალერგიული რეაქციების და სწორედ ასეთმა ზემოქმედებამ როგორც ტრიგერის როლი, ანუ გამშვები მექანიზმის როლი ითამაშოს და გამოავლინოს ამ პიროვნებაში რაღაც ფარული პრედისპოზიცია მისი ალერგიული რეაქციების მიმართ. ანუ წინასწარ განწყობა ბატონ დავით. რა ესეთმა წინასწარ განწყობა, დიახ, წინასწარ განწყობა შეიძლება იყოს. ემოციური კომპონენტი რამდენად მნიშვნელოვანია ბატონ დავით? ემოციური კომპონენტი. ემოციური კომპონენტი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები როგორც წესი, როდესაც ვღელავთ, როდესაც გვიხარიან გვწყინს, სრულად ბუნებრივად ჩვენი ორგანიზმი ახლა რა მექანიზმები ჩვენ მამაყურებელმა ძალიან კარგად იცის და ამაზე საუბრით თავს არ შევაწყენ, ჩვენ წნევა გვიმატებს, გულისცემა გვემატება, სუნთქვა გვიჩქარდება და ძნელად წარმოსადგენია რომ როდესაც რაღაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვინმე დარჩეს გულგრილი და ვინმეს არ ქონდეს ასეთი ცვლილებები. შეუძლებელია. და როდესაც აი ამ განცდის მერე, ასეთი მწვავე მდგომარეობის მერე ადამიანს შესაძლო აქვს ცოტა გახშირებული სუნთქვა ან რაღაც პრობლემები, რამდენად შესაძლებელია რომ ეს ემოციურ კომპონენტთან იყოს დაკავშირებული და ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ ეს ადამიანები? რა თქმა უნდა, ემოციური კომპონენტი ზოგადად ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანსაღპიროვნების შემთხვევაშიც, როგორც ჩვენ საუბრობთ და ასევე პაციენტებშიც, ქრონიკულ პაციენტებშიც ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც მხარდაჭერაც კი ჭირდება ფსიქიატრიული ზოგჯერ. ნევროლოგიური პაციენტები, აი ქრონიკული პაციენტები, მე დაუბრუნდები თქვენ კითხვას, უბრალოდ ერთი მინდოდა მეთქვა, რომ აი ქრონიკული პაციენტები, თუნდაც აი ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები, მათი დიდი უმრავლესობა როგორც წესი სპეციალურად შტატი გვაქვს. ჩვენ ვინც ესე იგი მართავს ესეთ პაციენტებს ნევროლოგიური მხრივ.
ამ პაციენტებს ჭირდება თვითონ ესენი დეპრესიული და ასე შემდეგ და რაც შეეხება ესეთ ადამიანებს, ვიზეც მოხდა რაღაც ზემოქმედება ერთჯერადი, ეს ემოციური ფაქტორი დიდწილად განსაზღვრავს შემდგომ, რა თქმა უნდა, ამ პათოლოგიური მდგომარეობის, რომელიც ჩამოყალიბდა ერთჯერადად არა, მის შემდგომ განვითარებას. ის შიშები, ის ნეგატიური განწყობა, ის სტრესული მდგომარეობა ზოგადად ამცირებს ადამიანის დამცველობით მდგომარეობას, დამცველობით ძალებს და რა თქმა უნდა, იქ არ არის გამორიცხული შემდგომში ბაქტერიული ინფექციას განვითარდეს, სხვა ალერგიული რეაქციები. სამწუხაროდ ამ იმუნოდეფიციტს იწვევს, როგორც ვიცით, ეს ცნობილი ამბავია, ესეთი სტრესული მდგომარეობები, ესეთი ნეგატიური მდგომარეობები იწვევს, რა თქმა უნდა, იმუნოსუპრესიას, იწვევს შემდგომში, ასე ვთქვათ, თავის გართულებებით, ბაქტერიულ ინფექციამდეც კი და შეიძლება მძიმედაც განვითარდეს. რა თქმა უნდა, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ ისე ვიძახი. დიახ. დიახ, დაასრულეთ აზრი, ბატონ დავით, მადლობა მინდოდა მე თქვა და იმედი მაქვს არ გაგაწყვეტინეთ აზრი. არა, ხო, უბრალოდ რაც უფრო ლაბილური, ანუ სუსტი, ესე იგი ასე ვთქვათ, მოწყვლადი ნერვული სისტემის მქონე პიროვნებასთან გვაქვს საქმე, მით უფრო მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასე ვთქვათ, თვით პოზიტიურ, ასე ვთქვათ, განწყობას და ინფორმაციის მიღება. სწორი ინფორმაცია მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად აი გადატანილი შოკისა, ხო, ერთჯერადი რაღაცა მიზეზით, ერთჯერადი ზემოქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში საკმაოდ ისეთი შოკი მივიღეს სხვა შორის, მე რაზეც ვლაპარაკობ, კარგად ვიცი, იმიტომ რომ 9 აპრილის მონაწილე ვარ და იქ ძალიან ჭარბად გამოიყენეს მაშინ ხლორპიკრინი და მე აღარ ვიძახი სხვა საშუალებები. მე პირადად თავი რომ დავანებოთ ჩემს სამედიცინო ცოდნას, ეს შოკია მართლა, ეს არის პანიკური შიში, ძალიან მძიმე განცდა იმ წუთში, მაგრამ როცა ინფორმირებული ხარ, როცა იცი რომ ეს კი არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო და არ არის რაღაც ამას ერევი ფსიქოლოგიურად და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა განწყობას, პოზიტიურ განწყობას, პოზიტიურ აზროვნებას, ძალიან დიდი, როგორც ამ შემთხვევაში, ასევე ყველა სხვა შემთხვევაშიც. ამიტომ რაც თქვენ ბრძანეთ, ემოციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომაც ინფორმაციის სახით კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ერთჯერადი ზემოქმედება დიდ უმრავლეს შემთხვევაში გაივლის, როგორც წესი, უკვალოდ, გარკვეულ რამოდენიმე პროცენტ შემთხვევაში შეიძლება მძიმედ დასრულდეს და ლეტალური შედეგითაც. მაგრამ დიდ უმრავლეს შემთხვევაში ეს გაივლის უკვალოდ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, დღეს რომ ჩაგვერთეთ, ჩვენ განსხვავებულ ფორმატში, განსხვავებულ რეჟიმში ვმუშაობთ დღეს და მადლობა რომ მოგვეცით საშუალება საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებისთვის გაგეცათ პასუხი. თქვენ როგორც პულმონოლოგმა ამ შემთხვევაში ისე უპასუხეთ ამ კითხვებს, მაყურებელს მე შევახსენებ, ჩვენი ჩართვის სტუმარი გახლდათ ინტერვენციული პულმონოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ბატონი დავით ჭყონია.